ნება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მერე გვია ხვდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ვალი ყავა მოგიტანეთ არ ვიცი სანდა არის ვარი კერესა რომ დაიბადა ჩემ თავს დავბირდი რომ პრობლემებს არ შევშინდებოდი პასუხისმგებლობას ავიღებდი უმამობას არ ვაგზნობინებდი და მსეთი უფრო მეგობარი დედა ვიქნებოდი ხოდა ვალი ეგეთი ხარ ზუსტად როგორ არა არ ვიცი სად როდის რანაირად მაგრამ დავკარგე ეს ძაღლი თან ეს პერიოდი უკვე იყო მე ამ სავარძელზე ვიჭექი ზუსტად შფოთში ფიქრი სულოდებოდი რომ კარებიდან გამოვიდნენ და მეტყოდნენ რომ დაიმშვიდობეთ ეხლა იქნება კარგად იმიტომ რომ ყველაფერი რაც იყო ცუდი იმან ჩაიარა უკვე დამინჯერეთ რა არ იქნება კარგად მე მეტი ძალა არ აქვს რო კიდე ველაპარაკო ვიბრძოლო მოვუსმინო დავიჯერო ეს 5 წლის წინ უკვე გავიარე მაგრამ დედა ვარ და სხვა უფლება არ მაქვს გახსოვს ჩემთან რომ მოხვედი როგორც დედას ისე გთხოვა რომ მითხარ ეხლა მე გთხოვ რა გეხვეწები თავი ხელში აიყვანე და შენ უნდა იყო კარგად მისთვის ერთადერთი რისთვისაც კიდე მოვიკრებ ძალას რო კერესა გადავარჩინო არის გაბრიელი გაბრიელს რაც შეეხება შეიძლება ეხლა არ არის სწორედ რომ კერად არ არის ამისთვის რომ მაგრამ ვალი მე არ ვიცი რანაირად მოხერხდება მათი ურთიერთობა მართლა ან არ უნდა ქნანა მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გავაკეთე რომ კერესას უმამობა არ ეგძნო სულ მამას ეძებდა სულ მამას ითხოვდა და ყველა პრობლემა ამ უმამობას დააბრალა გაბრიელს ჭირდება მამა ხო მაგრამ ესეთ მდგომარეობაში ვერ უმამებს ესეთი მამა ვერ იქნება ჩვენ ცადოთ კიდევ ერთხელ ცადოთ იქნებ გამოგვივიდეს ვიცი რომ მას სჭირდება ადამიანი და ვიცი რომ მას დახმარება ჭირდება მაგრამ მე ეს ადამიანი არ ვარ კერესას მარტო ის ესმის რაც თვითონ უნდა რომ გაიგოს მას რომ გულსტკენენ ის საშინელებაა და უსამართლობაა და თვითონ რო იგივე საკეთებს მაშინ ჩვენ უნდა გავუგოთ ხო სულ ესე ვთქვათ გაბრიელის მამის გადარჩენისთვის ყველაფერი ვიცადოთ
მართალი ადამიანს თუ არ უნდა გადარჩენა, რანაირად გადავარჩენთ? ყველას უნდა გადარჩენა. უბრალოდ ამბიცია. არადროს საშუალებას რომ ეს თქვას. სულ რა დავაპარაკო. მაინც ძალიან ეჭვმეპარებ, მაგრამ რამე გამოვიდეს. მე და შენ მაინც უნდა ვცადოთ. ძალიან გთხოვ. აი ეს პიტნის ჩაი დალე დამშვიდდები და ნამცხვარსაც თუ მიაყოლებ შეიძლება ცოტა გაბედნიერდე კიდეც ჩემო ეთო მე აწი რაღა დამამშვიდებს აღარც პიტნის ჩაი და აღარც არაფერი ნიკა ხო ჯამრთელად არის კი ფიზიკურად ჯამრთელად არის მაგრამ ტვინი აქვს მოწამლული ხო კარგი რა რას ლაპარაკობ დაუფიქრდი მამამის რო კითხო კლინიკაში დაუწყია მუშაობა და კარგად მიდის საქმეები, მაგრამ რა ვიცი მე მაგათი კარგად ყოფნა რას ნიშნავს. კაია, ბედნიერია ესე იგი. ეგენი კი არია ბედნიერად. ჩემზე არავინ არ ფიქრობს, ნუნუს რა ჭირს, რა ტკივა როგორ არის. ნუნუ იფიქრეს, შენზე უკვე იფიქრეს. მაგრამ იმათაც ხო აქვს თავიანთი აზრი, თავიანთი ცხოვრება რა. გავიგე ეთერი, გავიგე, რომ შენც ჩემს წინააღმდეგ ხარ. რა დრო ჩვენი მხარეებია, ნუნუ. უბრალოდ იმას გეუბნები, რომ ნიკასთან ჩხუბში იმდენი დრო არ დახარჯო, რომ ინანო მერე. ისე ხარ გაბრაზებული ამ ბავშვზე, რომ გავიწყდება, იცი, ნუნუ, გავიწყდება. რამდენად მნიშვნელოვანია აი ნებისმიერი წუთის გატარება შვილთან ერთად. აი, მურაბის გამოღება დამარცხდა. ვაი. რა არის? არაფერი, უცბად ამდექი და თავბრდამე ხო? წნევა ხო არ გაქვს? არა, არ ვიცი, ერთი ჩემ წამალია და მომიტანე რა. დაჯექი რა გიხოცებით ნების აპარატს მე მოვიდა. არა და აპარატი წამალი მომეც ბავშვი ყავს გამოსაყვანი და დავლებ და უცბად გავალ. ეთო შენ ნორმალური ხარ რა ბავშვი ყავს გამოსაყვანი დაჯექი. რა გავაკეთო, ნინო აბა ბავშვს მარტო ხო არ დავტოვებ რა. გოგო დამშვიდი რა პრობლემაა დაურეკავ კობას და გამოიყვანს არ შემეწინააღმდეგო. კაი დაურეკე. იჯექი ეხლავე მოვიდან წრების აპარატს. გამაგიჟებს ეს კარი რა. ლილუ დედუცი ისეთი გემრიელი თემს მოვავსე და გაგიშტ. ნუ ისეთი სუნია რომ მართლა ოთახში ვერ გავჩერდი. აუ სოფი მოდი რა თემს ხშირად შეწვე ხოლმე იქნება ეს ბავშვი რამენაირად გამოვიყვანოთ იმ ოთახიდან ზურიკო კარგი ძლივს გამოვიდა ოთახიდან და ნუ გააქცევ ახლა არა მართალია მამა და მაგაზე ლაპარაკი მინდა და მეც რაო მოიცა ხა ჩემზე თქვა მართალიაო მე მგონი მოგვესმა არა მართლა გეუბნებით კარგი გისმენთ აბა მოკლედ ოთახიდან გამოსვლაზე მინდა და მელაპარაკა. რაც გადმოვედი, ცოტა ჩავიკეტე და გამიჭირდა ადაპტაცია რა. ხო და ვიფიქრე, რომ ცოტა ჰაერის გამოცვლა არ მაწყენდა. ლიზის მეგობრები მიდიან კახეთში რამდენიმე დღით. ლიზისაც ძალიან უნდა რომ წავიდეს და რა დავფიქრდი, მეც ძალიან მინდა რომ წავიდე. ხო და რას ფიქრობ? გამიშვებთ? რა ვიცი მა შენ რაღაც მოგინდა და მაგაზე უარს როგორ გეტყვით მაშინ სასტუმროს რა გვიჭავშნოთ მედალიზას? რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არ არის მაგაზე გალაპარაკე კაი მართლა? ან მივდივარ კახეთში? აბა რა გიჟდები თქვენზე, ოღონდ მართლა. კაი წავედი მე. გეჭამა ჩვენთან. შევჭამოთ ახლა და ლიზას გავურეკავ და მომხდები ყველაფერს. კარგი.
მარტო ხარ? ხო. როგორ მიდის? რა ვიცი, ვიადამ კი შემატოვა ეს საქმე, მაგრამ მე მგონი რომ დედას უტირებთ რა წესით ვასწრებთ. ხო, მე მთხოვა. წინა საქორწინო სამზადის იმაქო და გამენთავისო. მოგვესწრო ბიჭი. აბა. ხამალე ქორწილი ექნება. რიაკ პატარა ზვიადიკოები ირბენენ. მედია დედას დაემსგავსებიან. ხო, აბა. ხო. აი მე და შენ ხო ვართ და მოდი რა მოვერებით რა. ბიჭო, მაგაზე მინდოდა დალაპარაკება. რა ხდება? დღეს ის ტიპი ვნახე. რაღაცები გაურკვევია რა. ესე მალე? რაღა მალე ბიჭო, ისე გაიწელა. ისეთი ჩახლართულია ყველაფერი, საერთოდ მე ეჭვება რა ბოლოში თუ გავა. კასპერ. აი როცა რაღაცა ეგრეთ ძალიან მაგრა გინდა, ხო? ყოველთვის გამოვა რა. ამჩი. ხო, მარა. რა მინდა ეგეთ ზუსტად არ ვიცი. გავარ და მივყვები დინებას. ხო და მაგიტომ მინდოდა წასვლა, რომ მივიდოდი გადავამოწმებდი. მაგრამ აქ რადგან ამდენი საქმეა, დავრჩები და მივხედოთ რა. ოჩე რა იყო მარტო არ მიმიხედია საქმესთვის ჯერ თუ რა გინდა ე? როგორ არ მიგიხედია, მაგრამ არ მინდა რომ თელმა შეკვეთამ შენ კისერზე გადაიაროს. გეხვეწები და აი ხო ვიცი ხა ეგ რო იყო სადაც უნდა დაფრინავდე გონებით და მაგას მირჩევნია მე მივხედო რა. ხო? ხო, ოღონდ რაღაცას როცა გაიგებ გამაგებინე მეც. ხო, აბა რას ვიზა. მაგრამ ეხა თავით უნდა შეაკლა, აქ ეგრე არ მინდა. აუ, ასპე რა გინდა, გცემო და ისე გაგიშვა წადი რა. ცემა არ მინდა ვარ, წასვლით წავალ. უგეშინია, ცოცხალი ხარ? ბატონო. არა, ეს პალატა არ გავჟოჯოხეთ ხა, მაგრამ არც ამოთხია. ბასო, თქვენ მიბრძანდებით. მე ბესო ვარ და თვებ შეეშვი, კაი? ისედაც შენზე ახალგაზრდულად გამოვიყურები. თან? თუმეტეს ახლა რა. ბესო, ვინ ახარ ჩემო?